საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს ესტუმრა. უწყების ხელმძღვანელს უმაღლესი სასწავლებლის რექტორი და პროფესორ მასწავლებლები შეხვდნენ. თამარ სანიკიძემ სასწავლო დაწესებულება დეტალურად დაათვალიერა. აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს გაესაუბრა. ვიზიტის ფარგლებში უწყების ხელმძღვანელი უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და ლაბორატორიებსაც გაეცნო. სერგო ვარდოსანიძემ მინისტრს სასწავლო პროცესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე საერთაშორისო ურთიერთობებს, ავტორიზაციის ახალი სტანდარტებისთვის მზაობასა და სამომავლო პერსპექტივას. ძალიან საინტერესო ვიზიტი გქონდა, საქმიანი შეხვედრაც, გქონდა საშუალება რო გვენახა უნივერსიტეტი როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე თავისი დატვირთვით შინაარსობრივად. ვფიქრობ, რომ ეს დაწესებულება ნამდვილად გამართულად მუშაობს და სტუდენტები, ვინც სწავლობენ, რა თქმა უნდა, კმაყოფილები არიან და როდესაც სტუდენტი კმაყოფილია, ეს ძალიან ბევრ რამეზე მიუთითებს. უნივერსიტეტს აქვს გარკვეული განვითარების გეგმები, რომელზედაც ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ საუბარს. ვნახავთ რამდენად შევძლებთ ჩვენ მათ, რომ შევუწყოთ ხელი მათი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. მინისტრმა დაათვალიერა ყველა კაბინეტ ლაბორატორია. არ დაუტოვებია არც ერთი და შემდგომ ახთოვანება ვერ დამალა, იმიტომ რომ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არის საკმაოდ კარგი, გვყავს არაჩვეულებრივი პროფესურა, საუკეთესო სტუდენტობა და ეს უნივერსიტეტი პირობითად შეიძლება ჩავთვალოთ როგორც კერძო სამართლის იურიდიულ პირად, სინამდვილეში როგორც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ეკუთვნის სრულიად საქართველოს, ასევე მის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტიც არის სრულიად საქართველოს საკუთრება და ჩვენ უნივერსიტეტში სხვადასხვა რეგიონიდან მოსული სტუდენტები არის იმის გარანტი, რომ მომავალში მათი სახით ღირსეული სპეციალისტები დაუბრუნდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონს.